რამდენიმე დღეში დაიბეჭდა ეს კარიკატურა, რომელზედაც ნიკო ფიროსმანია წარმოდგენილი, მის გვერდით ცისფერყანწელთა საყვარელი მხატვარი კი არა უკაცრავად მწერალი გრიგოლ რობაქიძე და მას ასეთი წარწერა აქვს: უნდა ისწავლო ძმობილო, შენს ხანში მყოფს კიდევ ბევრი შექმნა შეუძლია, ერთ 10-20 წლის შემდეგ კარგი ხატვარი გამოხვალო. როგორც ჩანს, ეს კარიკატურა ნიკო ფიროსმანის ემოციურ ფონზე ძალიან რთულად აღსაქმელი აღმოჩნდა და ის მიხვდა, რომ მიუღებელი იყო იმ სოციუმისთვის, სადაც ის წარსდგა და მას შემდეგ, როგორც ჩანს, მას რაღაც გარკვეულად დეპრესიული პერიოდიც კი დაეწყო და აქ ეხა საინტერესო რა არის. თქვენ ხედავთ აქ ხელმოწერას, რომელიც გ-ზ-თ არის წარმოდგენილი, გიგო ზაზიაშვილი, გახლდათ მხატვარი, რომელიც იმ დროს მოღვაწეობდა, თუმცა მეგობრებო, უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი გიგო ზაზიაშვილის შეიძლება არც კი იყოს. ასეთი ინფორმაცია კვლევარმა ირინა აბესაძემ მოიწია და ის ამბობდა, რომ წარმოვიდგინეთ, ეს რა ქვია, გიორგი შენგელაიას სიმამრი ხო იყო მიხელ ჭიაურელი. გიორგი შენგელაია ყვება ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ მისმა სიმამრმა დახატა ნიკო ფიროსმანის კარიკატურა. და როგორც ჩანს, ეს მართალი იქნებოდა, ანუ მიხელ ჭიაურელს შესაძლოა ეკუთვნოდა ეს კარიკატურა, თუმცა ხელმოწერა გ ზაზიაშვილია და ეს კარიკატურა აღმოჩნდა სწორედ ის შემთხვევა, რომელმაც საბოლოოდ ჩამოაშოლა ნიკო ფიროსმანი თანამედროვე მხატვრულ წრეს.